მოგესალმებით და მეც დავიწყებ აქტუალური თემით, რომელიც ჩემი აზრით აქტუალურობას ვერ დაკარგავს, სანამ არ გათავისუფლებიან სინდისის პატიმრები, თავისუფლება და სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს, ყველა სინდისის პატიმარს ამ ქვეყანაში, რაც შეეხება ოცნების ამ სამარცხვინო ვიდეო რგოლს და ამ პოლიტიკას ჩვენ გვახსოვს გასულ წელსაც იყო ეს ქუჩაში გამოკრული ბანერები, სადაც აჩვენებდნენ თითქოს კონტრასტს, როგორი აღმშენებლობა არის საქართველოში, იქ ტაძრები იყო ნაჩვენები და რუსეთის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დანგრეული, დამწვარი და ეს ომის კადრები, ხო? ეს ჯერ ერთი უღირსი საქციელია, არანაირი სოლიდარობა არ ჩანს აქ, ხო, ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ და გარდა ამისა ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ფსკერი, ეს არ არის არანაირი პოლიტიკური ტექნოლოგია, ეს არის უბინძურესი პროპაგანდა, რომ შენი ხალხი დააშინო ომით, დააშინო იმ საშინელებით, რომელიც ტრიალებს უკრაინაში და ამის ფონზე აჩვენებ თითქოს შენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ახლა მუნიციპალურ არჩევნებში, როდესაც იღებს ოცნება მონაწილეობას, ჯერ მათი სლოგანი, მათი ეს თავარი გზავნილი, რაც აქვთ გამოტანილი, რაღაცნაირად თითქოს ამათი კავშირში შეიძლება იყოს მშვიდობასთან და კიდევ ორმაგად უფრო უღირსი საქციელია ეს და დამცინავი, როდესაც აჩვენებენ ფონზე ვაკის პარკის იმ ცნობილ შადრევანს, სადაც მოხდა ძალიან ტრაგიკული შემთხვევა, ხო, მარიტას შემთხვევა და კიდევ ბევრი სხვა ადგილი არის, რაც შეიძლება ვიღაცის განზრახვით არ მომხდარა, მაგრამ დაუდევრობით არაერთი ტრაგედია დატრიალებულა იმის გამო, რომ მოშლილი არის სისტემა, მოშლილი არის საჯარო მმართველობა ამ ქვეყანაში და ამას უპირისპირებენ თან ომს. მშვიდობა, როგორც და რანაირადაც შეიძლება იყოს გარანტირებული, ძალიან კარგად დავინახეთ რამდენიმე დღის წინ ჩვენს მეზობლებს, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს, როგორ დაუდგა გვერდში ამერიკის შეერთებული შტატები, როგორ არის ის თვითონ გარანტორი და უზრუნველმყოფი. რა თქმა უნდა და იქ როდესაც შუაში მედიატორი იქნება ეს თუ ფსევდო მედიატორი თუ რაღაცნაირი ჩარევით მხარე ხდება რუსეთი, იქ არათუ ომი, იქ მხოლოდ და მხოლოდ მოდის მშვიდობა, სისხლისღვრა, ადამიანების სიკვდილი, სუვერენიტეტის დაკარგვა, თავისუფლების დაკარგვა და რუსეთის ორბიტაზე მიწეპება. რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის შეიძლება ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ ძალიან გაუცრუდათ ქართული ოცნების მესვეურებს თავისი იმედები, რომ შესაძლებელი გახდა ამდენი ათწლეულის განმავლობაში პროპაგანდას უყურებთ ეხა ჩვენ გიორგი და ასევე რაღაც დეფიციტურ საკითხებს, რაც აქვს შესათავაზებელი ოცნებას მხარდაჭერის მისაღებად ამ პროცესში, ამაზე საუბრობთ. მათ ჩვენ კარგად დავინახეთ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, როგორ ჩაებღაუჭა რუსული რეჟიმი საქართველოში ამ თემას, როგორ ყვება ეს შიშის ნარატივი, ომის შიშის ნარატივი, ეს შემდეგ ოპოზიციას ომის პარტიას გვეძახდა, გლობალური ომის პარტია იყო მათი პროპაგანდის ნაწილი, შემდეგ რომელიც deep state-მა თითქოს ჩაანაცვლა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ნახეთ ისევ, ხო, რომ გლობალური ომის პარტია ისევ შემოიტანეს საჯარო კომუნიკაციაში და ახლა ამან ასახვა ჰპოვა უკვე საარჩევნო აგიტაციის შინაარსშიც, ისევე როგორც შარშან გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ეს იყო მათი ერთ-ერთი მთავარი თემა, ახლა გადაწყვეტეს, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვისაც შეიძლება ეს თემა იყოს მათი მაშველი რგოლი, თუმცა კიდევ ერთხელ მე მინდა რომ ჩვენ საზოგადოებას იმ ნაწილს მათ შორის, რომელიც ქართულ ოცნებას რაღაცა მიზეზით
მიამიტობის გამო თუ არასაკმარის ინფორმირებულობის გამო ისევ მხარს უჭერს, გაიხედონ რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს რეგიონში, როგორ შეიძლება იყოს გარანტირებული მშვიდობა დემოკრატიული, დასავლური, ძლიერი სახელმწიფოების და თანამეგობრობის მიერ. ერთი აქცენტი უკრაინის საგარეო უწყების მხრიდან რჩება საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსტრატეგებისადმი, რომ თავიანთ გვერდებზე მოწოდება, რომ განათავსონო ჭეშმარიტი სურათიო მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა, ხოლო მარცხნივ ევროკავშირის და ნატოს დახურული კარები. იზიარებ გიორგი ამ ზუსტად ამაშია საქმე. რა თქმა უნდა, ასე ჯერ ძალიან გულსატკენი არის, როდესაც უკრაინას, ჩვენს მოძმე ხალხს და ჩვენს უახლოეს მეგობარ ქვეყანას და მის ოფიციალურ პირებს, ომში მყოფი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს უწევთ ასეთი განცხადებების კეთება და რეალობა სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით რომ ეუბნებიან, დიახ, აქეთ მხარეს დგას რუსეთი, ქართული ოცნება დგას რუსეთის მხარეს. ეს ყველაფერი, ის ფერადად შეღებილი ანტურაჟი არის მხოლოდ და მხოლოდ სატყუარა, პროპაგანდის სატყუარა. რეალობა და რაც ხდება უკრაინაში, ეს არის სულ სხვა რამის გამო, იმ მიზეზით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, თანამედროვე გეოპოლიტიკის მონსტრი, რომელიც არის დასამარცხებელი და ეს არის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც თავისი რბილი ძალით და ჰიბრიდული ომით ცდილობს, რომ საქართველო მიიერთოს და შევხედოთ ისევ სომხეთს, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში რუსეთის გარეშე საგარეო ველზე არანაირი ნაბიჯი არ გაუკეთებია, მაგრამ მოახერხა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ ახლა ეს, წინ უძღოდა ამას ძალიან ბევრი მტკივნეული მოვლენა, მაგრამ ახლა სომხეთი არ წარმოებს სხვა პოლიტიკას, მას აქვს ძალიან დიდი პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით, მათ შორის უახლოეს მომავალში ალბათ ვიზა ლიბერალიზაციასაც მიიღებს იმ უვიზო მიმოსვლას, რომელსაც საფრთხე შეუქმნა ქართული ოცნების ქმედებებმა და ვხედავთ იმ მოლაპარაკების მაგიდაზე ისხდნენ ფაშინიანი, ალიევი და ტრამპი. რუსეთი საერთოდ აღარ ფიგურირებს აქ და საქართველოს არც არანაირი რესურსი აქვს ბუნებრივი, სრულიად აქვს ჩატეხილი ყველა ხიდი, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რჩებით უბრალოდ ერთი დიქტატორის ამარა, რომელსაც აქვს ერთადერთი ფანჯარა გახსნილი რუსეთში და ამას ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეს ჩვენი საზოგადოება. თქვენც ახსენეთ, რომ ოცნების პროპაგანდა, აი იგივე იმ საკითხის გათვალისწინებით, რომელზეც ახლა თქვენ ლაპარაკობდით, მოჩანს საფუძველ გამოცლილად, ხო? მაგრამ მაინც ამ გზაზე წავიდა, ანუ იმ გატკეპნილ გზაზე, რომელიც გამოსცადა გარკვეული პერიოდის წინ და ეს გზა არის შეფასებული გარკვეულწილად წარმატებულად, როგორც ამაზე ხშირად ჩვენი რესპონდენტების ნაწილი საუბრობს ხოლმე. თქვენი ამოცანა ამით უფრო გამარტივებულია, როგორ ფიქრობთ, აი ძველი სცენარი გადმოიტანა თვითმმართველობის არჩევნებშიც კი ქართულმა ოცნებამ. თქვენ ხართ არჩევნებში მონაწილე სუბიექტი. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენს წარმატებას ამ პროცესში, რომ მოუგოს ოცნებას, ანუ აჩვენოს რაღაც გარკვეული წარმატება ამ პროცესში უფრო ამარტივებს, როგორ ფიქრობთ? თუ ართულებს წინა გამოცდილების გათვალისწინებით? რუსული რეჟიმი საქართველოში დგას ორ ძირითად საყრდენზე. ეს არის ძალოვანი უწყებები და ეს არის პროპაგანდა. ჩვენ, როდესაც ლელომ ძლიერმა საქართველომ ამ შემთხვევაში პარტია, რომელიც წევრიც მე გახლავართ და რომლის ერთ-ერთი ლიდერიც, ამ არჩევნებში, ამ დე-ფაქტო არჩევნებში გადაწყვეტილება მიიღო, მას დაარქვა ბრძოლაში შესვლა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არ არის ისეთი არჩევნები, რომელსაც ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ რაღაც მუნიციპალური საკითხების გარშემო კამპანიის აგებით და ასე შემდეგ ვხედავთ ხოლმე და ვიღებთ ხოლმე მასში რეგულარულად მონაწილეობას. ეს არის სულ სხვა ტიპის არჩევნები, ეს არის რეჟიმის მიერ ჩატარებული არჩევნები და ჩვენი ამოცანა არის რეჟიმის დასრულება ამ ქვეყანაში, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებით, ახალი ადმინისტრაციით, ახალი წესებით და სინდისის პატიმრების გათავისუფლების გზით. ამ არჩევნებს ჩვენ უყურებთ როგორც ბრძოლის მეთოდს და ეს ბრძოლა სწორედ არაერთხელ გვითქვამს წინააღმდეგობის მოძრაობის ჭრილში გვინდა რომ განვიხილოთ და დავანახოთ ეს ჩვენ საზოგადოებას. ეს გულისხმობს მათ შორის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიტანას, სწორად მიტანას და
საჯარო კომუნიკაციას, იქნება ეს სატელევიზიო არხებით, სოციალური ქსელით თუ აი ადგილზე პირისპირ შეხვედრებით, რომ დავანახოთ რეალური სახე რუსული რეჟიმისა და მათ შორის და პირველ რიგში ეს გულისხმობს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. არსებობს ჩვენ საზოგადოებაში გარკვეული ნაცილი, ამოცანა მარტივდება თუ რთულდება, გიორგი. სირთულეზე იმიტომ გეკითხებით, რომ წინა პერიოდში ამან რაღაც გარკვეული ფორა მისცა ოცნებას და იმუშავა ომის პროპაგანდამ და ამ საკითხზე მოსახლეობის ლეგიტიმურობა შეშებმა. ახლა როგორ უყურებთ ამ ამბავს? გარკვეულწილად ამან იმუშავა, მე ვერ ვიტყვი ამ წარმატებას ვერ დავარქმევ, ეს არის ეფექტიანი ქართული ოცნებისთვის, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარებას იცვლება, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი კრიზისი და შეცვლილია მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით, უამრავი რამ მოხდა, ხო? ჩვენ გვაქვს სალაპარაკო ადამიანებთან, ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უფრო მეტად დავანახოთ და გავაშიშვლოთ ქართული ოცნების რეჟიმი, რომელმაც ნიღაბი უკვე ჩამოიხსნა 26 ოქტომბერს არჩევნების მიტაცებით, ჩამოიხსნა 28 ნოემბერს, 28 ნოემბრის შემდეგ განვითარებული მოვლენებით, იმით რომ მას არ აქვს არანაირი აღიარება საერთაშორისო ველზე დასავლური სამყაროს ანუ ამ სურათის გათვალისწინებით თქვენ კიდევ უფრო მეტი ამომრჩევლის მომხრობას ხედავთ ამის შესაძლებლობას. ამ სურათის გათვალისწინებით, რაც არის უშუალოდ ქართული ოცნებასთან მიმართებაში მიდგომა დასავლეთის და ამავდროულად იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც ხდება რეგიონში, სადაც ნათლად ჩანს, სად შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთის გარეშე და სად გამორიცხულია მშვიდობა რუსეთთან ერთად, საიდანაც მიგვაყენებს ქართული ოცნება. დიდი მადლობა, გიორგი. დაგემშვიდობები. გიორგი კირთაძე საუბრობდა, გიორგი სიორიძე საუბრობდა.